დღეს 14 მარტია. ზუსტად ერთ თვეში 14 აპრილს, როდესაც ერთი ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს, ოდნავ მანამდეც გამოაცხადებს, მაგრამ ჩვენ მაინც ვთქვათ, რომ 14 აპრილია ეს დღე ვინ იქნება დამწუხრებული ამ ქვეყანაში, სხვა რომელიმე ერთ ან ორ ან სამ ქვეყანაში, ამ რეგიონში, ამ ფართო გაგებით რეგიონში, კონტინენტზე, მსოფლიოში. მე ხლა ერთ მის გიხსენებთ. უნგრეთში დამწუხრებული იქნება რასაკვირველია, მთავარი დამწუხრებული იქნება ვიქტორ ორბანი, რომელიც იძულებული იქნება, რომ აღიაროს მარცხი საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც თავის მხრივ გაიმართება 12 აპრილს. ხოლო უფრო ფართოდ რეგიონში ევროპაში დამწუხრებული იქნება, მეორე დამწუხრებული იქნება მაგალითად ფიცო, სლოვაკეთის ლიდერი. ხოლო კიდევ უფრო ფართოდ დამწუხრებული იქნება ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული პოლიტიკოსი, ბანდიტური დაჯგუფება ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და მისი ნაჩალენიკი ბიძინა ივანიშვილიც დამწუხრებული იქნება, რასაკვირველია. იმიტომ რომ ისინი აღმოაჩენენ, რომ პარტნიორი ორიდან ორი პარტნიორი ყავს მაინც. ბიძინა ივანიშვილის ბანდიტურ დაჯგუფებას ევროპის კონტინენტზე, ორიდან ერთი პარტნიორი მას შემოეცალა, მას აღარ ახავს. დიახ, ვიქტორ ორბანი მიმდინარე წლის 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება მაღალი ალბათობით და გაიმარჯვებს პარტია ტისას ლიდერი პეტერ მადიარი, რომელსაც მიულოცავენ ევროპელი ლიდერები. მიულოცავენ მათ შორის იმიტომ რომ კარგად იციან დღევანდელი უნგრეთი სამწუხაროდ, უნგრეთის ყველა პატრიოტი ასე ამბობს და მეც თავისუფლებას მივცემ რომ ასე ვთქვა. დღევანდელი უნგრეთი არის პირველ ყოვლისა ტროას ცხენი ევროკავშირის სივრცეში, რომელიც ყველაფერს პრაქტიკულად, რა გადაწყვეტილებასაც იღებს ევროკავშირი, ყველაფერს ბლოკავს, პრაქტიკულად ყველაფერს ბლოკავს. მერე ვაჭრობს, გამოივაჭრებს ხოლმე რამდენიმე ერთეულ ან ათეულ მილიარდს და ამის შემდეგ თუ უერთდება საერთო ევროპულ გადაწყვეტილებებს და კიდევ იმიტომ, რომ ყველა პატრიოტი უნგრეთისა ხედავს, რომ მათი ლიდერი, რომელიც ასეთი სულაც არ იყო წლების განმავლობაში და წლების წინ, ანუ დღევანდელი უნგრეთის, 14 მარტის მდგომარეობით უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფო იმპერია რუსეთის და ამ იმპერია რუსეთის ლიდერის შლეგი ვლადიმირ პუტინის მთავარი პარტნიორია, არა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში ეგრა მაგის პასუხია, არამედ ზოგადადაც, მიდგომები, გააზრებები, პოლიტიკა შუაგულ ევროპაში მერქი ევროპის აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფო უნგრეთში სამწუხაროდ სწორედაც რომ რუსულია, ეს იმ უნგრეთზეა საუბარი, რომელმაც ამ 1956-დან 70 წელიწადია გასული, 70 წლის წინ 1956-ში და შემდგომ პერიოდშიც რუსული სისასტიკეები, რუსული ხიშტები, რუსული ტანკები იხილა და ვერ გადაურჩა მაშინ საბჭოთა კავშირის დამპალ და საზიზღარ იმპერიას და პოსტსაბჭოთა პერიოდშიც უნგრეთი მთლად დალხენილი არ ყოფილა იმისა და გამო, რომ გავლენები უნგრეთში და საერთოდ აღმოსავლეთ ევროპაში რუსული გავლენები საკმაოდ დიდი და საკმაოდ ვრცელი იყო. მე ახლა ჩაგიკითხავთ ძირითად ფრაგმენტებს ერთი უკრაინელი პოლიტიკოსისა, რომელმაც მიმართა წერილით, სწორედაც რომ ხსენებულ ვიქტორ ორბანს და ეს კაცი, ვინც წერილს წერს, არის უკრაინის პირველი არა კრავჩუკი იყო, მეორე არა კუჩმა იყო და მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, რომელიც თითქოს პოლიტიკიდან გასულია. მაგრამ ერთის მხრივ გასულია პოლიტიკიდან, ანუ ძალიან აქტიური არ არის. მაგრამ მეორეს მხრივ სტრატეგიულ და მნიშვნელოვან საკითხებზე, ისევე როგორც ყველა პატრიოტი უკრაინისა, აფიქსირებს სწორ და მართებულ პოზიციებს. ამით უკრაინის მესამე პრეზიდენტი ამბობს მთავარს, დამოუკიდებლად იმისა, ვინ საითკენ ვართ, ვინ რომელ ჯგუფში ვართ, ვის უჭერდით მხარს წარსულში და ვის რა პოლიტიკა გქონდა, ან ვინ რა პოლიტიკას ვატარებდით, ჩვენ ერთნი ვართ სტრატეგიულ და მნიშვნელოვან საკითხებში.
ეს უკრაინისთვის ძალიან მიღირებული, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ამგვარი პოზიციების დაფიქსირება. თუ იანუკოვიჩს არ მივიღებთ ხედველობაში, იმიტომ რომ იანუკოვიჩი პრინციპში ვიცით რომ რუსია მოსკოვში იმალება თუ მოსკოვში იმყოფება, აგრეთვე ვერ მივიღებთ ხედველობაში პირველ ლიდერს უკრაინისა კრავჩუკს, რომელიც ცოცხალი არ არის, პრინციპში ყველა სხვა ლიდერი, ზელენსკიზე აღარც ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ის მოქმედი პრეზიდენტია, ანუ დაგვრჩა ორი, კუჩმა და პოროშენკო, ისინიც უკრაინის პატრიოტები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკისთან ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით პოროშენკო, ძალიან ხშირად არის დაპირისპირებული ხოლმე და ვინიც ის და მომავალი არჩევნები რო გაიმართება, თუ გაიმართება, მისი მთავარი თუ არა ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი იქნება. მაგრამ ეს სხვა თემა და სხვა საკითხია, ახლა ვილაპარაკოთ სწორედაც რომ იუშჩენკოს, უკრაინის ლიდერის წერილზე ვიქტორ ორბანისადმი და მერე გავშალოთ ეს თემა. ვიქტორ იუშჩენკო ორბანს წერს: ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდექით იმ დროს, როცა ჩვენი რეგიონის მომავალი საერთო ნათელი და გასაგები ჩანდა, მაშინ ორივეს გვჯეროდა, რომ თავისუფლება მხოლოდ სიტყვა არ იყო, არამედ ყველაზე დიდი საჩუქარი, რომლისთვისაც ღირს ბრძოლა და მართლაც ორბანი, რომელიც ძალიან ტრანსფორმირდა და თუ ვიტყვი ქართული აუდიტორიისთვის განსაკუთრებით, რომ ორბანი ერთგვარადზე მეტად მოექცა რუსული გავლენების ქვეშ, ტრანსფორმირდა რუსეთისთვის სასარგებლო ევროპელ პოლიტიკოსად, ორბანი თავის დროზე იყო ერთ-ერთი ლიდერი, ხაზგასმით ვამბობ, ერთ-ერთი ლიდერი და ერთ-ერთი დიდი მებრძოლი თავისუფლებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე. 1989 თუ მოვასწარი ამ თემაზეც ვიტყვი, ახალგაზრდა ორბანმა მაშინ 89-ში თუ 90-99-ში მგონი ისტორიული სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ახლა ორბანი სხვაგვარია, ვაგრძელებ იუშჩენკოს სიტყვის ჩაკითხვას. მაშინ ორივეს გვჯეროდა, რომ თავისუფლება მხოლოდ სიტყვა არ იყო, არამედ ყველაზე დიდი საჩუქარი, რომლისთვისაც ღირს ბრძოლა. მე სხვანაირი მახსოვხარ, ვიქტორ, მახსოვს ლიდერი, რომელიც ღირსების ფასად ცნობიერებდა და იცოდა, რას ნიშნავს იმპერიული ჩაგვრისაგან გათავისუფლება და იმპერიულ ჩაგვრაში რასაკვირველია იგულისხმება ჩაგვრა იმპერიიდან, რომელსაც რუსეთი ჰქვია. და დღეს, როცა შენს ქმედებებს ვუყურებ, საკუთარ თავს ვეკითხები, ანუ იუშჩენკო ეკითხება საკუთარ თავს, სად გაქრა ის ვიქტორი? გაქრა, იმიტომ რომ მოსკოვმა დაკერა, მოსკოვმა მოთაფლა, მოსკოვმა გააბა მასთან ურთიერთობები, აღებმიცემობაც გააბა ვიქტორ ორბანთან და დღეს ის ოდინდელი ორბანი აღარ არსებობს, ის ოდინდელი ორბანი, რომელიც ბარემ საქართველოს კონტექსტზეც ვისაუბრებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ხმამაღლა თქვამია შეიზაზლოა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ან პარტნიორი იყო შუაგულ ევროპაში, უფრო ზუსტი რომ იყო ევროპის აღმოსავლეთით. როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელმაც თავისუფალი უნგრეთის აღმასვლა ნახა, ახლა თამაშობს იმ ძალების ხელში, რომლებსაც მეზობელი ქვეყნის თავისუფლების განადგურება სურთ და ორბანი, ფიცოსი არ იყოს, თამაშობს იმ ძალების ხელში, რომლებსაც სურთ მეზობელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში ცხადია იგულისხმება უკრაინა, უკრაინის თავისუფლების განადგურება და მე გეტყვით, რომ საქართველოს თავისუფლების განადგურებას პირდაპირ მნიშვნელობით ორბანს სურს შესაძლოა ხმამაღლა თქვამია, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძის მეგობარია და თითქოს ეფიცება უფრო ზუსტი რომ იყო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ერთგულებასა და მხარდაჭერას აღუთქვამს. ამის მიუხედავად ორბანი არის მათ შორის, ვინც არ არის დიდად მომხრე კი არა, საერთოდ არ არის მომხრე, მაგალითად საქართველოს წინწაწევისა, ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით. ორბანმა დაბლოკა, ეცადა ორბანი, რომ დაებლოკა უკრაინისათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და ახალი სტატუსი უკრაინისათვის, რომლის თანახმადაც უკრაინას და მოლდოვას საქართველოსაგან განსხვავებით გაეხსნათ მოლაპარაკებათა, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებათა თავები. ვერ მოახერხა, სხვა უამრავი რამეც ჩაიდინა ვიქტორ ორბანმა უკრაინის საწინააღმდეგოდ და მაშინაც კი, როდესაც მთელი ევროპა ერთიანი იყო, ან ერთიანდებოდა, ის მოულოდნელად, სრულიად მოულოდნელად, ეს არის 2024 წელი, მან მოულოდნელად გადაწყვეტილება მიიღო ამგვარი და ჩავიდა მოსკოვში და იქ პუტინს შეხვდა და პუტინთან ერთად პრაქტიკულად შეიმუშავა ანტიუკრაინული, ანუ თავისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკა და თავისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებიც კი გააკეთა. ვიქტორ იუშჩენკო წერს: უკრაინა დღეს სისხლით იცავს
იმავე ღირებულებებს, რომლებზეც ოდესღაც მოლაპარაკებების მაგიდასთან საუბრობდით და იუშენკო ერთ-ერთია სააკაშვილის არ იყოს, ვინც საუბრობდა სწორედასწორ ორბანთან, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს მიწას, არამედ თქვენი ქვეყნისა და მთელი ევროპის მშვიდობასაც ოღონდ ორბანს უნგრეთში ან კობახიძეს საქართველოში ვერ გაუგიათ, არ გაუგიათ, რომ უკრაინა იცავს ევროპის უსაფრთხოებასაც და ევროპის თავისუფლებასაც, ისიც კი არ უკითხავს ორბანს არც საკუთარი მომხრეებისთვის და არც საკუთარი თავისთვის, რომ რატომ არის რომ მთელი ევროპა არის ახლა უკრაინის მხარეს და ორიოდე სახელმწიფო უნგრეთი და სლოვაკეთი უჭერენ მხარს პრინციპში მაინც უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციას აგრესორს ქვეყანას რომელიც ანადგურებს უკრაინას და უთაუოდ გაანადგურებს უნგრეთსაც თუ დაწყებული არა აქვს და დაწყებულიც აქვს და სლოვაკეთსაც და სხვა სივრცეებსაც ევროპის კონტინენტზე არა მაინც და მაინც კონვენციური შეტევებით არამედ თუნდაც ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტების გამოყენებით მათ შორის მედია კამპანიებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით და ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში ვერც სლოვაკეთი ფიცოს ხელში და ვერც უნგრეთი ორბანის ხელში ვერ გახდებიან წარმატებული და ზეწარმატებული სახელმწიფოები ევროპის მასშტაბით მიზესთა გამო. აი ისეთები თუნდაც როგორიც არის ხსენებული აღმოსავლეთ ევროპის პარკლებში, თუნდაც პოლონეთი, თუნდაც ჩეხეთი, თუნდაც ბალტიის სახელმწიფოიდან სამივე მათგანი ან განსაკუთრებით ვთქვათ ესტონეთი და ლიეტვა, ლატვიაზეც შეგვიძლია პრინციპში იგივეს თქმა. პოლიტიკა მხოლოდ რიცხვებზე, იმიტომ რომ ორბანი სულ ლაპარაკობს, რომ რიცხვი, გაზი, მომეცით, ბუნებრივი აირი, ხო, სწორია, თითქოს. უნგრელი ობივატელისათვის მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირი, ნავთობი, ეკონომიკური აღებმიცემობა რუსეთთან, მაგრამ როდესაც ბუნებრივი აირი, ნავთობი, ეკონომიკური აღებმიცემობა გადის სხვათა უბედურებაზე, იმ ბუნებრივ აირს, იმ ნავთობს, იმ აღებმიცემობას, იმ ფულს, იმ ეკონომიკურ ურთიერთობებს აზრი პრინციპში არა აქვს მორალური ან მორალისტური ზნეობრივი თვალსაჩინო. პოლიტიკა მხოლოდ რიცხვებზე, მოგებაზე და გაზზე არ გადის, ამბობს იუშენკო, პირველ რიგში ის ღირებულებებს და ასეც არის პოლიტიკა ღირებულებებს ეხება. ტყუილი ამბავია, რომ პოლიტიკა არის ბინძურთა ბინძური საქმე. ეს ისეთივე პროფესიაა პოლიტიკოსობა, როგორც მასწავლებლობა, ექიმობა, ინჟინერობა და ასე შემდეგ. მასაც სწავლა უნდა და სამბედნიეროდ ჩვენს სინამდვილეში ბრუნდება თუ დაბრუნებული არ არის, სწორედაც რომ მორალზე, კი არ უყვართ ხოლმე ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც მორალზე დაფუძნებული პოლიტიკა. ვინც მეტად მორალურია, ხა გასაგებია თეთრხილთათმარიანი ვერავინ ვერ იქნება ჩვენს ეპოქაში, ჩვენს სინამდვილეში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში, მთელ მსოფლიოში, მაგრამ ღირებულებებზე დაფუძნებული მორალს აღარ ვახსენებ თქვენი ნებართვით, პოლიტიკა ბრუნდება და აღარ არის ან ნაკლებად არის დამოკიდებული Nord Stream 1-დან მომეცი ამდენი ბუნებრივი აირი და Nord Stream 2-დან კი იმდენი და იმდენი, ანუ მერკელიადაზე, რის ტყვეობაშიც იყო ევროპა და ვინიცის და მთელი მსოფლიოც წლების და ათწლეულების განმავლობაში მერკელია და ევროპაში ობამაია და ან კლინტონია და მთელი მსოფლიოში კი არა შეერთებული შტატების მასშტაბით და არა მხოლოდ. როცა აგრესორის მხარეს ირჩევ, მხოლოდ უკრაინას კი არ ღალატობს, შენ ღალატობს საკუთარი ხალხის მეხსიერებასაც და ამაზე აუმახვილებს ვიქტორ იუშენკო ვიქტორ ორბანს ყურადღებას და გეტყვით გასაკვირველია გულისხმობს 1956 წლის გაზაფხულს, როდესაც საბჭოთა ტანკებმა გადაუარეს, გადაჭყლიტეს უნგრეთის მოქალაქეები ბუდაპეშტში და თავისუფლების მსურველებს მოძრაობა თავისუფლებისათვის ბრძოლა ჩაახშეს სისხლში 68-ში იგივე გაიმეორა საბჭოთა დამპალმა იმპერიამ, რომლის მემკვიდრეც არის პუტინის იმპერია. 68-ში ეს გაიმეორა, იცით თქვენ, პრაღაში გაიმეორა ეს ყველაფერი. გავიხსენებ ზუსტ თარიღს თქვენის ნებართვით. რო არ შემეშალოს 1956 ზუსტით Hungarian Revolution, კი ბატონო. ეს არის უკაცრავად ეს ბოდიში, ესე იგი ხო, იმიტომ რომ აქვე დამარტყა თავში, რომ ეს არის ოქტომბერი მაინც შემოდგომა უნგრეთში, ხოლო გაზაფხული არის ჩესკაია, ესე იგი პრაშკაია ვისნა ეს გამახსენდა პრაღის გაზაფხული, ხო, ეს არის გაზაფხული ჩეხეთში, ხოლო ოქტომბერი, ანუ შემოდგომა, ეს არის 56 წელს უნგრეთში, კარგია რომ გამახსენდა და კარგია რომ
ჩავასწორე. ვიქტორ შეჩერდი და გაიხსენე, ვინ იყავი, ისტორია ძალიან კაცრია, ის არ პატიობს მათ, ვინც დუმდა ან ბოროტებას ეხმარებოდა დიდი გამოცდების დროს და აკი ამიტომაც მარტო ვიქტორ ორბანზეც რომ არ ვილაპარაკოთ, იგივე შეიძლება ითქვას ბიზინა ივანიშვილზე შეჩერდიო, ალბათ ახლა ვერ მოვუწოდებთ მას, მაგრამ ბიზინა ივანიშვილსაც ეკუთვნის, ბიზინა ივანიშვილიც არის ერთგვარი ადრესატი განსაკუთრებით მეორე წინადადებისა, ისტორია მკაცრი სასჯელია, ის არ პატიობს მათ, ვინც დუმდა ან ბოროტებას ეხმარებოდა დიდი გამოცდების დროს და დიდი გამოცდა გადის, დიდი გამოცდის პერიოდია ახლა მსოფლიოში. გთხოვ შეხედე სიმართლეს თვალებში, იყავი ის ლიდერი, რომელსაც ოდესღაც მთელი მსოფლიო სცემდა პატივს და ასეც იყო ახალგაზრდა ვიქტორ ორბანს სცემდა პატივს მთელი მსოფლიო, ის ვინც იცოდა რომ თავისუფლება ერთადერთი გზაა, ამასაც ეუბნება ერთი ვიქტორი მეორე ვიქტორს და ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, მოკლედ მაინც ვილაპარაკოთ რას აკეთებდა ვინ იყო ვიქტორ ორბანი წლების განმავლობაში, როგორი იყო ის და რა გააკეთა უკვე შემდგომ პერიოდში. მოდი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გავაბახვილოთ ყურადღება, რამდენიმე საკითხზე გავაბახვილოთ ყურადღება თქვენის ნებართვით. მე აქ ამოვიწერე უკრაინის ყოფილი, ესე იგი ესე დავიწყე, უკრაინის იუშენკოს ღია წერილი არ არის, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, მხოლოდ ერთი წერილი, ერთი პოლიტიკოსის უფრო ყოფილი, ახლა ნაკლებად აქტიური პოლიტიკოსის წერილი, აქტიური პოლიტიკოსისადმი, რომელიც ეგრამაგის პასუხია და იცით თქვენ და გითხარით კიდეც რომ არასულ ერთ თვეში ნამდვილად დამარცხდება და ვიქტორ იუშენკოც მიულოცავს და ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროპის ყველა ლიდერიც და ზელენსკი პირველ ყოვლისა ახალ მადიარს, ახალ ლიდერს უნგრეთისა, რომელიც 14 აპრილს არა, მაგრამ აი 12 აპრილიდან ორ კვირაში ნამდვილად გახდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. მიულოცავენ მეთქი ვიტყვი ასე სუხს იუშენკო, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ეს წერილი კიდევ არჩეერთხელ აჩენს კითხვას, როგორ შეიცვალა სწორედაც რომ ვიქტორ ორბანი წლების განმავლობაში ადამიანი, რომელიც ოდესღაც თავისუფლების, აკი გითხარით, თავისუფლებისთვის მებრძოლი, ლიდერი, ლიდერობის სიმბოლო იყო. ერთ-ერთი დღეს ევროპაში მას ხშირად და ძალიან ხშირად სხვაგვარად აღწერენ, ფიცოსი არ იყოს, მაგრამ ფიცო ლოთიკაცია და მას კისერს მოუგრეხენ ორბანის დაცემის და ორბანის დამარცხების შემდეგ. ხშირად ახლა უკვე სხვაგვარად აღწერენ, მას უწოდებენ ევროპის დროას ცხენს. 2013 წელს ვიქტორ ორბანმა უნგრეთის დიასპორის მესამე კონგრესზე საინტერესო განცხადება გააკეთა, თუმცა 1999 წელს არ მეშლება და მისი გაკეთებული განცხადება არანაკლებ საინტერესოა. მან 2013 წელს თქვა, რომ მომავალში შესაძლოა საჭირო გახდეს ახალი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მოდელის შექმნა, რომელიც განსხვავებული იქნება თანამედროვე ევროპული სისტემისაგან. მიაქციეთ ყურადღება, რომელი წელია 2013-2012-ში ბიზინა ივანიშვილი კავკასიის რეგიონის ქვეყანა საქართველოში იმარჯვებს, ხოლო 2013 წელს რუსულ ამგვარი პოლიტიკის გატარებას იწყებს ევროპის აღმოსავლეთით მდებარე ყოფილი სოცბანაკის ვარშავის პაქტით გაწეული, ვარშავის პაქტში მოქცეული სახელმწიფოს ის ლიდერი, რომელიც თავის დროზე აკითხარით, რომ იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი. ეს განცხადება ბევრმა ანალიტიკოსმა აღიქვა როგორც სიგნალი, რომ უნგრეთის ხელისუფლება ცდილობდა საკუთარი პოლიტიკური კურსის შეცვლას და იზოლაციონიზმს. აღარ არის ევროკავშირის საინტერესო ჩვენთვის, ჩვენი უნგრეთი უნდა შევქმნათ. ეს იყო დედა აზრი ვიქტორ ორბანის მაშინდელი 13 წლის წინანდელი განცხადებისა. მოგვიანებით ორბანი განმარტავს კიდევ უფრო კარგად აყალიბებს, კიდევ უფრო მკაფიოდ აყალიბებს მის ამ იდეას და ამბობს, რომ უნგრეთმა უნდა ააშენოს დემოკრატია, ოღონდ ილიბერალური, არალიბერალური დემოკრატია. არ არის ამაში დიდი ტრაგედია, მაგრამ ეს არის მაშინ არსებული ძირითადი დინების წინააღმდეგ წასვლა. ძირითადი დინება მერკელიადა იყო, ვინმე იტყვის, ხო, მერკელიადა იყო ერთის მხრივ, მაგრამ მერკელიადის პრობლემა ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობა კი არ იყო. მერკელიადის პრობლემა იყო რუსეთთან აღებმიცემობა, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ ამ 5-ოდე წლის წინ. უკრაინის საკითხი 2014 წელს კრიზისის დაწყებისთანავე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს. მე დაუბრუნდები 99 წლის განცხადებას რამდენიმე წუთში, მაგრამ თუ დიდი დრო არ წაიღო სხვა ნაწილებმა. 14 წელს გაზაფხულზე ორბანი ამბობს შემდეგ რამებს, რომ დასავლეთ უკრაინაში მცხოვრებ დასავლეთ უკრაინაში არიან
ეგრა მაგის პასუხია და სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში უნგრელები დიდი რაოდენობით მოქალაქეა, კერძოდ ტრანსკარპატიაში და ავტონომიას ითხოვს 2014 წელს, თითქოს სარგებლობსო, იმით რომ 2014 წელს გაზაფხულზე, როდესაც რუსეთი შევიდა ყირიმში და დაიპყრო ყირიმი, აქ თითქოს სურს რომ წაღლიტოს კიდევ ერთი ნაწილი, კიდევ ერთი, სხვა ფორმით წაღლიტოს უკრაინას დასუსტებულს, რასაკვირველია, მაგრამ მაინც ესეც არ იყო სათანადოდ და სათანადოდ აღქმული ევროპაში, ყველამ დაინახა, რომ ვიქტორ ორბანიც არის ერთგვარი მტაცებელი და ისიც კი იეჭვეს, რომ ეს ყველაფერი უკარდახა უნგრეთს, სწორედაც რომ რუსეთმა ჯერ კიდევ მაშინ 12 წლის წინ. ეს განცხადება იმ დროს საკმაოდ სენსიტიური იყო, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, ამაზე გაგიმახვილეთ ყურადღება. პანდემიის პერიოდში როგორ იქცეოდა და რას ქმედებდა, რას აკეთებდა, რას ამბობდა ორბანი, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ უკვე გადავიდეთ უკვე 2022 წლის შემდგომ პერიოდზე, ანუ 22 წლის თებერვალია, 24 თებერვალია დადგა ის საშინელი დღე უკრაინისათვის, როდესაც რუსეთმა გადმოლახა კიდევ ერთხელ მისი სახელმწიფო საზღვრები და დაიწყო ის, რაც დაიწყო, რაც არ დავთავრებულა 4 წელიწადზე მეტია უკვე. და 2022 წელს, როცა დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი და ყოველგვარი პროვოცირების გარეშე ომი უკრაინაში, ორბანმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და განცხადება გააკეთა. კერძოდ, 24 მაისს მან ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მისი განცხადებით ომმა და ევროკავშირის სანქციებმა გამოიწვია მძიმე ეკონომიკური შოკი, ოღონდ მძიმე ეკონომიკური შოკი, შოკი, თქვათ ზუსტი სიტყვა შესაძლო არ არის, მაგრამ საკმაოდ მძიმე, უჩვეულო ეკონომიკურ მდგომარეობაში, ეკონომიკურ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროპის ყველა სახელმწიფო. აი, ორბანმა უპასუხა ასეთი ვითომ უნგრეთისთვის სასარგებლო, მაგრამ რეალურად კი იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარებით ორბანი აცხადებდა, რომ უნგრეთის მთავრობას ჰქონდა სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისზე, თუმცა ყოველ შემდეგ ჯერზე ყოველი ახალი სასანქციო ასე მაგალითად პაკეტის დროს ევაჭრებოდა ბრიუსელს, მე შემოგიერთდებით სანქციებში, თქვენ თუ მომცემთ პირობითად 2 მილიარდს, თქვენ თუ მომცემთ 10 მილიარდს, თქვენ თუ მომცემთ 15 მილიარდს, თქვენ თუ იმ სესხს არ გადამახტევიდებთ, თქვენ თუ რაღაცა შეღავათებზე წამოხვალთ და ევროპა უთმობდა, თუმცა კიდევ ერთი დეტალი იყო, თუ გახსოვთ შოლცმა, აი მერცის წინამორბედმა ერთი ხანობა, როდესაც სწორედ უკრაინას ეხებოდა საკითხი, პირდაპირ მნიშვნელობით ხელკავი გაუკეთა, გაიყვანა საპირფარეშოსკენ წავიდნენ და ასე უკაცრავად სიტყვისთვის მოტეხა, ასე განარიდა ორბანი, რომ იმ შეკრებისაგან, რომელიც სწორედ უკრაინას ეხებოდა და ასე მიაღებინეს გადაწყვეტილება უკრაინის სასარგებლოდ დანარჩენ ლიდერებს ევროპის კავშირისა. მშვიდობის მისიაც კი იკისრა, ამ მშვიდობის მისიასაც კი ჩაუდგა ჭყალებში დასაკვირველია. ორბანი უკვე შემდგომ პერიოდში 24 წელს უნგრეთმა მიიღო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა, ანუ ევროპის კავშირის, არა სწორია ხოლმე შოც წარმოვთქვათ, რომ ევროკავშირი, ეს არის ევროპის კავშირი და მისი თავმჯდომარე გახდა უნგრეთი და ორბანმა დაიწყო ეგრეთ წოდებული მშვიდობო მისია, ალბათ უფრო სწორი სიტყვა, 2 ივლისს მან მოულოდნელად მოინახულა კიევი და ის შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც, ეს არის 24 წელი, ანუ არასრული 2 წლის წინ. და ორბანმა შესთავაზა ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება რუსეთთან, თუმცა ზელენსკის შესანიშნავად ხდებოდა 22-შიც, 23-შიც, 24-შიც, 25-შიც, 26-შიც, 27-შიც მიხვდება და 28-შიც და სულ მიხვდება, რომ ურთიერთობის დაწყება, მოლაპარაკებების დაწყება მით უფრო საერთაშორისო და სწორი და ძლიერი ფასილიტატორების გარეშე და მომხრეების, მხარდამჭერების გარეშე პირისპირ მოლაპარაკება რუსეთთან არ შეიძლება. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან კი ამას, არა ისინი არათუ მოლაპარაკებების გამართვას იქნებიან ყაბულ, როცა იქნება თანახმანი, არამედ დასხდებიან, როცა იქნება ამ ეგრეთ წოდებულ მოლაპარაკებებზე, რეალურად კი თავდახრაზე პირისპირ რუსეთის მათზე ბევრად ძლიერ დიპლომატებთან და გადაწყვეტილების მიმღებებთან. პუტინი გამოაგზავნის იმ ადამიანებს, რომლებიც პაპუაშვილსა და კობახიძეს ერთიანად შეჭამენ, მეთქი ცხადია ეს სიტყვა ჭყალებში უნდა ჩავსვათ. კიევმა არ მიიღო მოკლედ ორბანის წინადადებები. რამდენიმე დღეში 5 ივლისს ორბანი ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა ვლადიმირ პუტინს, ეს შეხვედრა იყო განსაკუთრებული ბარემ, ესეც ვთქვათ,
ეს იყო პირველი შეხვედრა 2022 წლის შემდეგ, მანამდე ჩვენ გვახსოვს მაკრონი ჩასული, მანამდე ჩვენ გვახსოვს მერკელისა და პუტინის ერთობლივი ფოტოები, მანამდე ჩვენ გვახსოვს ცალკეული ევროპელი ლიდერები, რომლებიც პრაქტიკულად ეხვეწებოდნენ პუტინს, რომ მას არ დაეწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ 22 წლის შემდეგ ამგვარი შეხვედრების შეწყდა და სწორედ ორბანმა მიიღო გადაწყვეტილება მოსკოვში ჩასვლის თაობაზე და ეს შოკის მომგვრელი იყო მთელი ევროპისათვის. ყველამ დაინახა, რომ ორბანი ორ მაქს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში რეალურად კი ერთ მაქს, ანუ პროპუტინისტურ პოლიტიკას ატარებს. ძლიერი კრიტიკა გამოიწვია ამ შეხვედრამ, ბარემ ესეც თქვათ, ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასეთი ვიზიტები აზიანებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ასეთი ევროპის კავშირის ერთობას, ერთიანობას, ერთ სულისკვეთებას, ერთ მიდგომებს. ისედაც ბევრი პრობლემა დაუგროვდა ევროკავშირს და ახლა თუ შიგნით აღმოაჩენ პერსონას ერთს, ან რამდენიმე პერსონას, რომლებიც თლად მხოლოდ ასე ვიტყვი, მხოლოდ რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე კი არ არიან განსხვავებულნი, არამედ საერთოდ რუსულ პოლიტიკას თამაშობენ, ეს ძალიან სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ თეორიას, ცოტა გიჟურს ჩემი აზრით, მაგრამ მაინც რომ ევროკავშირი არ არის ერთიანი და დასაშლელია. ამგვარი რუსული პოლიტიკები ორბანმა გააკეთა უკვე შემდგომ პერიოდში 26-შიც კი, როდესაც გამოყოფილი იყო 90 მილიარდი რუსული გაყინული აქტივებიდან უკრაინისათვის და წლებს მივიდა ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებამდე, ორბანმა სწორედაც რომ დაბლოკა, ვეტო დაადო ამ გადაწყვეტილებას 26 წლის 12 აპრილიდან, 14 აპრილიდან, 20 აპრილიდან, კარგი პირველი მაისიდან, როცა მისი ოპონენტი გახდება ნამდვილად უნგრეთის ლიდერი, მე გარწმუნებთ, რომ მე პირობას ვდებ მეთქი ასე ვიტყვი, რომ უნგრეთი ადეკვატური იქნება ამ თვალსაჩინით და უკვე ამ პერიოდიდან ბრიუსელს ბუდაპეშტიდან პრობლემები ან ევროკავშირს ბუდაპეშტიდან პრობლემები აღარ შეექმნება. უკვე შემდგომ მოსკოვის შემდგომ ის ჩადის ჩინეთში, ჩინეთში 8 ივლისს ის ხდება ჩინეთის ლიდერს სის და ბუდაპეშტი და პეკინი ბოლო წლებში, ბოლო პერიოდში საერთოდ ძალიან ახლო ურთიერთობებში კი შედიან, კი საფრანგეთის ლიდერი, თუ არ ვცდები კი არა, ნამდვილად არ ვცდები, სხვებიც იყვნენ პეკინში, განა არა და ინტენსიური მოლაპარაკებები აქვთ, მაგრამ არავინ ისე არ ვნებს ევროკავშირის ერთიანობას და არავინ ისე არ ეკურკურება პეკინს, როგორც სწორედაც რომ ვიქტორ ორბანი ოდესღაც მებრძოლი თავისუფლებისათვის და პირი, რომელიც მნიშვნელოვანი პერსონა არა მხოლოდ იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც მას ემხრობიან, არამედ რუსეთისთვისაც კი და სწორედ ამ ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას 3 წუთს აიღებს მეც არა. თუ ორბანი დამარცხდება რუსეთის კონტექსტში უნდა ვილაპარაკოთ, ეს შესაძლოა სერიოზული და ნამდვილად სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთისათვის, კრემლისათვის, პუტინისათვის. მოკავშირე აღარ ეყოლება მას აღმოსავლეთ ფლანგზე შერჩება ფიცო, მაგრამ ფიცოსთვის კისრის მოგრეხვა ჩემი აზრით არ არის რთული ევროკავშირის სივრცეში და პუტინი დაკარგავს უნგრეთსაც კი. დღეს სწორედ უნგრეთი არის ევროკავშირის ის ერთ-ერთი კვლავ ვიმეორებ და არა ერთადერთი, მაგრამ ფიცოს პრობლემაზე გითხარით, რომელიც ყველაზე ხშირად აფერხებს რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილებებს, სანქციებს და ასე შემდეგ. ევროკავშირი უფრო ერთიანად, უფრო ფართოდ ერთიანად წარმოჩინდება მას შემდეგ და იმ შემთხვევაში ან მას შემდეგ, როდესაც დამარცხდება ვიქტორ ორბანი და საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც საც აღარ ეყოლებათ პარტნიორი, რომლებსაც ჩამოებღაუჭებიან. პაპუაშვილი ყოფილ ლიდერზე ვერ ილაპარაკებს უნგრეთისა, რასაკვირველი ან კობახიძე ვერ ჩავა რაღაცა ფორუმებზე, რომლებიც აღარც გაიმართება ბუდაპეშტში. მე მინდოდა საუბარი 1999 წლის სიტყვაზე, მაგრამ 30 წუთს მიუახლოვდით პრაქტიკულად, რაც თქვა 99-ში. მაშინ თავისუფლებისთვის მებრძოლთა შორის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ორბანმა სწორედაც რომ თავისუფლებაზე და საბჭოთა ჯარზე მოკლედ ვიტყვი, მან მოითხოვა რომ გასულიყვნენ ბუდაპეშტიდან. 99-ში ახალგაზრდა კაცმა ვიქტორ ორბანმა მოითხოვა რომ გასულიყვნენ საბჭოთა კავშირის ჯარები, საოკუპაციო ჯარები უნგრეთიდან და კონკრეტულად ბუდაპეშტიდან. ეს ორი სიტყვით, თუმცა უფრო ცლადად შეიძლება ამ თემაზე ამ სიტყვაზე ლაპარაკი, მაგრამ ისეს არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ვილაპარაკოთ ყოფილ ან ორბანზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელიც კარგი იყო და არ ვილაპარაკოთ ორბანზე, რომელიც ახლა ვნებს უნგრეთის და არა მხოლოდ უნგრეთის
ინტერესებს და გარწმუნებს საქართველოს ინტერესებსაც ეს კაცი მიდის საქართველოს წინააღმდეგაც ეწინააღმდეგება რა ფარულად თითქოს მეგობრობას ეფიცება საქართველოს დე-ფაქტო ლიდერს, მაგრამ დე-ფაქტო ლიდერსაც ხომ არ უნდა საქართველოს ევროკავშირში შესვლა, ანუ ირაკლი კობახიძეს და მის ნაჩალნიკ ლიზინა ივანიშვილს. იუშჩენკოს წერილი გიხსენეთ, ხო და სხვების წერილებიც არსებობს, დასაკვირველია რომ ელთა ადრესატიც არის სწორედაც რომ ვიქტორ ორბანი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ 2026 წლის 14 აპრილს, ერთ თვეში 14 აპრილს მოდი ასე ვიტყვი, ჩვენ კი არა, ნამდვილ პატრიოტებს უნგრეთისა და ყველა ადეკვატურ პირს ევროკავშირის სივრცეში ექნება ერთმანეთისთვის მისალოცი, დასაკვირველია, მისალოცი ექნება ახალი ლიდერისათვის ევროპის ამ მნიშვნელოვანი და საინტერესო ქვეყნისა და ამ ქვეყანას ქვია უნგრეთი, ამ ახალ ლიდერს კი ქვია მადიარი, რომ გაგახსენოთ და რომ გითხრათ, ეს კაცი არის პარტია ტისას ლიდერი, პეტერ მადიარი, რომელიც მაღალი ალბათობით დაიკავებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნახვამდის.